ჩიტისნალი მიპოვია ჩემო მჭედელო მჭედელო ჩემო მჭედელო ოქრო მჭედელო ქალის შრომა წარმოადგენს ადამიანის ყოფის შეუმჩნეველ, მაგრამ განუყოფელ ნაწილს, რომელიც მოიცავს როგორც საოჯახო, ისე საზოგადოებრივ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაწილი ამ შრომისა უხილავი რჩება, იგი სათანადო დაფასებას იმსახურებს. მესხეთში ქალის საქმიანობა აისახება რეგიონის ბუნებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ თავისებურებებში, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და ხელოსნობა. ქალები შრომობენ მოსავლის აღებაში, რძის პროდუქტების დამუშავებაში, მატყლის წარმოებაში და სახლის მოწყობაში. მესხეთში მესაქონლეობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მეცხვარეობას ეკავა, რის საშუალებასაც იძლეოდა ალპური საძოვრები. ცხვარი თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა. ადგილობრივი ნედლი მასალის, მატყლის დიდი რაოდენობით არსებობა ერთგვარ ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა ხალხური ქსოვის დაწინაურებას. ცხვარს პარსავდნენ დუქარდით, ერთ ნაპარს კანძი ეწოდებოდა. ხო გაპარსეს და მატყლია. დიახ, აი ეს. დაგერეხავენ. ამ ჯუჭყიან მატყლსა და ასიზამენ და ხოენასა და მერე კანძი კეტება. ეთნოგრაფიული მასალების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ მესხეთის მოსახლეობაში უახლოეს წარსულამდე შემორჩენილი იყო ნაირი სახის ქსოვილების დამზადების ტრადიციული წესები. აქ ხალხური ფეიქრობის შემონახვას ხელს უწყობდა ერთის მხრივ ადგილობრივი ნედლი მასალის დიდი რაოდენობით არსებობა, მეორეს მხრივ მასზე ხალხურ ქსოვილებზე ფართო მოთხოვნილება. ახალციხის მაზრაში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საკუთარი ნაწარმით იკმაყოფილებდა მოთხოვნილებას. ოჯახში ექსოვებოდა შალი სამოსელისათვის, რომელიც ადგილის შალისა და საფეიქროს შალის სახელით იყო ცნობილი. აგრეთვე საოჯახო დანიშნულების საგნები, ფიჩვი, ფარდაგი, ხალიჩა, ჯეჯიმი, ხურჯინი, ჯვალი, იგივე ტომარა, ჭილობი, სახიანი ნაბდები, სხვადასხვა დანიშნულების არშიები, ზონრები, ფეხსამოსი წინდები, პაიჭები, ტოლაღები, ქისა და სხვა. მატყლს გამდინარე წყალში რეცხავდნენ. ამისათვის ხმარობდნენ სპეციალურ ჯოხებს, სატყეპელად თოხაჯებს. მატყლს ჯერ დაალბობდნენ, ბრტყელ ქვაზე დაალაგებდნენ, შემდეგ მას სატყეპელათი ბეგვავდნენ, თან რამდენჯერმე გადმოაბრუნებდნენ და წყალს ასხამდნენ. გარეცხილ მატყლს გაწურავდნენ და მზეზე გაფეთდნენ გაზაშრობად. კარგ მატყლს დაწეწვა არ უნდოდა, მას პირდაპირ ჩეჩავდნენ ფრთილებად. ჩეჩვის დროს საჩეჩელის კბილებზე ერბოს წასმა სცოდნიათ. მთხრობელთა გადმოცემით, იგი ხელს უწყობდა წმინდა ნართის დამზადებას. ფრთილებს ერთად დააწყობდნენ და აახვევდნენ, რომელსაც ბურმაჯს უწოდებდნენ. რბილ მატყლს ჩეჩავდნენ, ხოლო ფახაც მოკლებეწვა მატყლს პენტავდნენ. ასეთი იყო შემოდგომის მატყლი, უმთავრესად შიშაქის ნაპარსი. დაჩეჩილს გაპენტილს ამჯობინებდნენ. გაპენტილს გაჩეჩვა აღარ უნდოდა. მას დაახვევდნენ დიდრონ ქულებად. დართვის წინ ქულებს გაშლიდნენ, ნაწილ-ნაწილ მოსწყვეტდნენ 4-5 ფრთილას, ხელით დააგრძელებდნენ, მკლავზე დაიხვევდნენ, მასაც ბურმაჯს უწოდებდნენ. ჩეჩვის დროს ორი ფერის მატყლს თეთრსა და შავს ერთმანეთში შეურევდნენ, რის შედეგადაც მიიღებოდა ნაცრისფერი მატყლი, რომელსაც წყლის ფერს ეძახდნენ. მატყლს ხერტარზე, თითისტარზე ან ჯარაზე, ჭახრაკაზე ართავდნენ. ხერტარს კვირისტავს უკეთებდნენ. კვირისტავი იყო ხისა, ძვლის ან ქვისა. რთვის დროს მმართველი იჯდა და ხერტარს კალთაში ჩადებულ ჯამზე ან ნატეხარზე ადრიალებდა. ეს ხელს უწყობდა ტარის ბრუნვას და ამავე დროს კალთას იცავდა გაცვეთისაგან. რთვის დროს ხერტარის კვირისტავიანი მხარე ქვემოთ არის მოქცეული და წვერი კი ზემოთ. ნარდს 2-3 წვერად ამოახვევდნენ გორგლებად და შემდეგ თეშზე ან ჯარაზე ძახავდნენ. თეში ძახვისას ფეხზე იდგნენ. ჩეჩვისა და რთვის ნადი. მესხეთში მასალის დამუშავების ხალხურ წესთან დაკავშირებული იყო შრომის ორგანიზაციის გარკვეული ფორმა. მატყლის დამუშავებისას იცოდნენ მორთავის, ანუ ჩეჩვისა და რთვის ნადის შეყრა.
10-15 ქალი იკრიბებოდა ერთი რომელიმე სახლში და მთელი ღამის განმავლობაში მის მატყლს შეჩავდა და ართავდა გათენებამდე. ვისი სამუშაო სრულდებოდა, ის ვალდებული იყო ორჯერ გამასპინძლებოდა ქალებს, ერთხელ ვახშმით და მეორედ საუზმით. მეორედ პურობას სირისკუც ან იასლუხს უწოდებდნენ. ამ დროს ნაც მიართმევდნენ ბიჟს ან ერიშტას, ერბოთი შეზავებულ დიკის ცომისაგან დამზადებულ კერძებს, ზოგი ხორცეულსაც. შრომის ორგანიზაციის ეს ფორმა, ჩეჩვართვის ნადი, სანაცვლო შრომითი ანაზღაურების პრინციპზე იყო აგებული. ამგვარი წესი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია დამოწმებული. ერთი ხუმრობით იტყოდნენ, ჯარა რთიო, ნართი დამირთიო, დედამთილის საპერანგე ოხრადა მირჩი. აი ეგეთი მახსოვს. ხო, ეს ლექსად. დასვენების დროს რამეზე ხო არ უკრავდით, საკრავებიც ხო არ ქონდათ? აი ეგაი უბედურება არაფერი საკრავი არ ქონდა. მარტო ერთი იყო დუდუკები. დუდუკი და გუდასტი. რომელზეც ქალები არ უკრავდნენ. არ უკრავდნენ ქალები. დაზგებზე ქსოვა. მესხეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში სამი სახის საქსოვი დაზგაა დამოწმებული: საფეიქრო, ადგილის დაზგა და ხანები. საფეიქრო და ადგილის დაზგა ჰორიზონტალური ტიპის საქსოვებია, რომლებზეც ძირითადად შალის ქსოვილს, ეგრეთ წოდებულ სასამოსლეს და საჯეჯიმეს, ან ბამბის ქსოვილს ამზადებდნენ. ხანები ვერტიკალური ტიპის საქსოვი დაზგაა, რომელზეც ქსოვდნენ ფიჭვს, ანუ ფარდაკს და ხალიჩას, აგრეთვე სახურჯინე, სატომრე და საჯეჯიმე ქსოვილებს. ტომრის საქსოვად შედარებით მცირე ზომის ხანები ყოფილა გამოყენებული. ხანები ეწოდებოდა ჭილოფის საქსოვსაც. საფეიქრო დაზგა თითქმის ყველა სოფელში ყოფილა, ზოგ სოფელში 3-4 დაზგაც კი ჰქონიათ. საყურადღებოა, რომ ქსოვდნენ არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცებიც. რძის პროდუქტები. მესაქონლეობის განვითარება განსაზღვრავდა რძის პროდუქტების დამუშავების უნარს, ყველის, კარაქის, ნადუღის და სხვა პროდუქტების მომზადება ქალის შრომას სრულად ებმოდა. მეცხვარეობის ფარგლებში კი მატყლის წარმოება აქცევდა ქალს ძირეულ როლში. სწორედ ქალი იყო ფეიქარი, რომელიც თექას ქმნიდა, ქსოვდა და ამზადებდა ტანსაცმელს, საბნებსა და ყოფითი გამოყენების საგნებს. ზე უნდა დადგეს ნახეთ, აი ეს ამაზე დგება. აჰა. ამაზე დგება ეს. კარაქს ამზადებენ რძის ნაღებისაგან, რასაც ასხამენ ხის ვარიაში და თოკით მაღლა ჩამოგიდებენ. ორი დედაკაცი ამ ვარიას არწევს და 2 საათში კარაქი შეიტყვიბება. შემდეგ კარაქს ცეცხლზე ადნობენ და ერბოს აკეთებენ. ძროხისა და ცხვრის რძისაგან ყველსაც აკეთებენ. ძროხის ყველი მოხდილია, ცხვრისა კი მოუხდელი. რძის შესადედებლად ხმარობენ დვრიტას, ანუ დედას, რომელსაც ამზადებენ ახალ დაბადებულ ბატკნისა და გოჭის კუჭისაგან. გაწურულ რძეს რომ ჭურჭელში ჩაასხამენ, დვრიტასაც ზომაზე უზამენ და მას თბილად დახურავენ. როდესაც რძე შედედდება, მას დასჭრიან, შემდეგ ჯამით ამოიღებენ და მოათავსებენ თორბაში, ანუ პარკში, რომელსაც დადებენ ეგრეთ წოდებულ რუკაზე და მას ქვეშ დაუდებენ გობს. გაწურვის შემდეგ ჭყინტლ ყველს დასდებენ ფიცარზე და ყველი რომ გაბრტყელდეს, ზედ ქვას დაადებენ. ასე სტოვებენ მეორე დილამდის. შემდეგ მას მარილ წყალში ათავსებენ. ყველის შრატისაგან ადუღებენ ანზლატს, ანუ ხაჭოს. ყველსაც სხვადასხვა ფორმისას და ხარისხისას აკეთებენ. ხანულობა გულისხმობდა რამდენიმე ქალის, ჩვეულებრივ 2, 3 ან 4 ადამიანის შეამხანაგებას გარკვეული პერიოდით. ჯგუფის წევრები დღიურად აგროვებდნენ რძეს, რომელსაც ზუსტად ზომავდნენ და რიგ-რიგობით გადასცემდნენ თითოეულ მონაწილეს. ეს იძლეოდა საშუალებას, რომ ერთ ოჯახს ერთდროულად დიდი რაოდენობის რძე ჰქონოდა და ამით გამოეყვანა პროდუქტები, რომელთა დამზადება მოითხოვდა ხანგრძლივ შრომასა და პროცესს, მაგალითად კარაქი, ყველი, ერბო და ასე შემდეგ. ხანულობა იყო ქალთა შორის სოლიდარობისა და შრომითი სიმრავლის ერთ-ერთი სახე, რომელიც
არა მხოლოდ მატერიალურ სარგებელს, არამედ ურთიერთგაძლიერების გრძნობასაც ქმნიდა. 4 წყაროდის, 4 წყაროდის, 4 წყაროდის, 4 მხედრო